წარმოიდგინე გერმანიაში ხა რა ხდება? გერმანია იყო მეოთხე ეკონომიკა მსოფლიოში უძლიერესი სახელმწიფო ომამდე. ეხლა წარმოიდგინე რა მდგომარეობაში არიან ეს სრული მე თურთულად დასაჯერებელია, მაგრამ ფაქტი არის, რომ წარმოიდგინე რამოდენიმე ქალაქში, დრეზდენში, ჰანოვერში, შტუტგარტში, მაგდებურგში, ჰაიდელბერგში ახალი წლის განათებები მიეწანო სხვადასხვა მიზეზებია რა, ზოგან იქ ბიუჯეტი შემცირდა, ზოგან გრაფიკით ჩაირხება ეს შუქების ახალწლად. აი ბერლინში გერმანიის დედაქალაქში სრული დატვირთვით იქნება ეს განათებები, მაგრამ საიდან იცის ფინანსები საიდან მოიძეს იცის სოციალური ქსელები და ონლაინ პლატფორმებიდან ფული შეაგროვეს, რომ გერმანიის დედაქალაქში განათებული იყოს საახალწლო განათებები იყოს ჩართული. აი ამ მდგომარეობაში მე სულ ვიძახი ამას, რომ აი ყველაზე მეტად და ეს მიზანიც ჰქონდათ, რომ ამ ომში დაზარალებული იყო ევროპა. რა თქმა უნდა რუსეთის უნდათ, მაგრამ არ გამოუვიდა. თავი და მოსახლეობაზე გადაწყდა ხარაკერი გაიგეთ.